სამტრედის სათნოების სახლიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კიდევ 2 მოხუცი გადაიყვანეს. საერთო ჯამში ვირუსი 9 ბენეფიციარს დაუდგინდა. გუშინ კი სათნოების სახლის 5 ბენეფიციარი დაიღუპა. 80 წელს გადაცილებული მოხუცების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ლეტალური შედეგი ქრონიკულ დაავადებებზე დართულ ვირუსს მოყვა. ცხადებს ექსპერტიზა უტარდებათ, მუხტარზე კი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ჩვენი კორესპონდენტი იმყოფებოდა ინფექციურ საავადმყოფოში, როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სათნოების სახლში არსებული ვითარება. ხათუნა მაისურაძე მოგვიყვება. 5 გარდაცვლილი და 9 დაავადებული, ასეთია სამტრედის სათნოების სახლში ბოლო 4 დღის განმავლობაში შექმნილი ვითარება. როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, მოხუცებულებს გავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ, ეს არის მაღალი ტემპერატურა, ყველა მათგანი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადმოყვანილი. მედიკოსები აცხადებენ, რომ 9 მოხუცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უკვე ცნობილია ანალიზების შედეგებიც, რომლის მიუხედვითაც ფიქსირდება ატიპის ვირუსი და ეგრეთ წოდებული ხორის გრიპის ვირუსის არსებობა არ დასტურდება. დაფიქსირდა დაბალი სიცხე და ამის ფონზე ჩათვალეს საჭიროა თუ გადაიყვანათ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში და ცხან მდგომარეობა აქ სტაბილურია. მკლავდებით ჩვენი ძალებითაც როგორაც შეგვეძლება. ეხლა მიდის ჩამოსულები არიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოდან. მოხდა შემოწმება თითოეული პაციენტის, ვინც ადგილზე არის, ადგილზე იმყოფება და რა ვიცი, ალბათ ჩართავენ უკვე მიდის ჭობა წამების თაობაზე, რა ჩართულდა, როგორ და რა დოზით. დააღებული იყო ნაცხები, კვლევის გაგზავნილი იყო თბილისის ლაბორატორიაში, ჩამოვიდა პასუხები. არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპის რამოდენიმე აქვს გრიპი, გრიპის ვირუსი, N3 და რამოდენიმე რინოვირუსები. ასე გამოირიცხა ხურის გრიპი, ფრინველის გრიპის გამოირიცხა სიტუაცია. სამტრედიაში მომხდარ ფაქტს უკვე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძის თქმით, სიკვდილი ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია, რაც შეეხება საქართველოში ვირუსების გავრცელების საშიშროებას, მისი თქმით, ეს საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს. ეხლა უფრო მეტია ვიდრე იყო იანვარში, უფრო ნაკლებია ვიდრე იყო დეკემბერში. დაახლოებით იგივეა შარშან ამ დროს რაც იყო. თებერვალში ისევე როგორც შარშან, თებერვლის ბოლოს კი ოდნავ კიდე მოიმატებს, მაგრამ ეს არ იქნება ეპიდემიური სიტუაცია. აი იქნება ჩვეულებრივი სეზონური გრიპი. ადამიანებში ვირუსის გავრცელება, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე უფრო ისეთი რისკის ჯგუფი, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელსაც გრიპის ვირუსმა შეიძლება ძალიან მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. მე შეგახსენებთ, რომ ვირუსის დაავადების პირველი შემთხვევა სამტრედის სათნოების სახლში 12 თებერვალს დაფიქსირდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება, საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.